იცი რომ ფორთოხლის დაწურვით და ზოგადად ხილის დაწურვით ანადგურებ მას და ბევრ სარგებელს აცლი. მოდი განვიხილოთ, რა სხვაობაა შეჭამ ცოცხალ ფორთოხალს თუ დაწურავ და ისე მიიღებ მას. პირველ რიგში, როცა შენ ცოცხლად ჭამ ფორთოხალს, ის არის თლიანი ბუნებრივი გადაუმუშავებელი პროდუქტი. ანუ ორგანიზმს კუჭს უწევს ჩართვა, მისი მონელება, გადამუშავება და ეს ძალიან კაია კუჭისთვის, იმიტომ რომ ის მუშაობს. შემდეგ მასში შედის საგანძური ხალხო, საკვები ბოჭკოები, უჯრედისი, რასაც როცა წურავ და წვენი გამოყავს, აცლი, ანუ საგანძურს ართმევ ამ ფორთოხალს. შემდეგ ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი რომ მიიღო, ერთი ცალი ფორთოხალი კი არ ყოფნის, გინდა მინიმუმ 3-4 ცალი ფორთოხალი და უფრო მეტ კალორიას იღებ. შემდეგ კიდე როცა თხევადი კალორიები ჩადის ორგანიზმში, ეს ძალიან მალე იშლება და ძალიან მალე აქდებს ჩვენ სისხლში შაქრის დონეს ნორმაზე ზევით. ამიტომ ყოველთვის გირჩევა არ გადაამუშაო ხილი, მიირთვი ის ცოცხლად ბუნებრივი სახით, როგორც სამყარომ გვაჩუქა.